ცნობილია მანდატების რაოდენობა, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პარტიებმა მოიპოვეს. თბილისში ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ჯამში 5 ან 6 ადგილი მიიღო. დედაქალაქის საკრებულოს სულ 50 წევრი ყავს. ლელოს ერგო ან 2 ან 3 მანდატი, 2-ც გირჩს, ერთიც ეგრეთ წოდებულ კონსერვატორებს, გიორგი გახარიას პარტია არც ერთი. ამ რეალობაში გახარიას პარტიამ საერთოდ არალეგიტიმურ პარლამენტში შესაძლო შესვლაზე მიანიშნა. ასეთია მოცემულობა, რომელიც მონაწილე პარტიებმა 4 ოქტომბრის შემდეგ მიიღეს. ამ არჩევნებში ოპოზიციური პარტიების უმეტესობა არ მონაწილეობდა. ნინი ბალანჩევაძე შემოგვიერთა პირდაპირ ეთერში. ნინი, იციან თუ არა პარტიებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ არჩევნებში, სად იპოვიან ისინი თავის ადგილს პროცესში? 4 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, რომელიც მოულოდნელი ოპოზიციური პარტიებისთვისაც არ ყოფილა, კითხვა ბრძოლის სტრატეგიებსა და სამომავლო გეგმებზე ისევ აქტუალურია. 8 ოპოზიციური პარტია, რომელმაც არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა, თავიდანვე მიიჩნევდა, რომ პროცესი ფარსი იქნებოდა და რუსული სპეცოპერაციით წარიმართებოდა. უთანასწორო ბრძოლაში შესვლაზე ღიად საუბრობდნენ ის პოლიტიკური პარტიებიც, რომლებმაც ოპონირების ეს გზა აირჩიეს და თვითმმართველობის არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა. საბოლოოდ კი საპარლამენტო არჩევნების მსგავსად საერთაშორისო პარტნიორების ლეგიტიმაცია არც 4 ოქტომბრის არჩევნებს აქვს. განცხადებები უკვე მოვისმინეთ ევროკავშირის მხრიდან, ბრიუსელის პოზიციებს კი იზიარებს ლიეტუვა, ნორვეგია და შვედეთიც. პარტნიორებმა ამ არჩევნებს საქართველოს დემოკრატიისთვის სამწუხარო დღე უწოდეს. ლელო ძლიერ საქართველოს, რომელიც თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით მეორე ადგილზე გავიდა, ქვეყნის მასშტაბით წარმომადგენელი 57 მუნიციპალიტეტში ეყოლება. თბილისის საკრებულოში კი პარტია მხოლოდ 3 დეპუტატით შედის. მშვიდობიანი პროტესტის გაგრძელება, საერთაშორისო წნეხის გაძლიერება, ოცნების ხელისუფლებაზე და ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა. ასე გამოიყურება ამ ოპოზიციური პარტიის სამოქმედო სტრატეგია. ბოიკოტი რო არ ყოფილიყო და ისე მოქცეულიყავით, როგორც 2024 წლის ოქტომბერში მოვიკეცით. 62% აიღებდა ოპოზიცია და 37% აიღებდა კალაძე და რუსები. აი ეს არის ყველაზე მარტივი ახსნა იმისა, რა იყო სწორი მთელ ამ პროცესში და რა არ იყო სწორი. ეხლა მე მგონი დროა რომ ყველამ გაანალიზოს და ვინმე თუ გულწრფელი იქნება, ორივე მხარეს ჩვენ გულწრფელად ვამბობთ. ერთს ვამბობთ, რომ ყველაფერი გავაკეთეთ ამ ბრძოლაში, სწორად მიგვაჩნია ეს ბრძოლა. არის დრო რომ სწორად გავაანალიზოთ საკუთარი შეცდომები, საკუთარი არჩევანი და სწორ ხაზზე გავიაროთ. მშვიდობიანი პროტესტით, ყველგან წინააღმდეგობით, სრული დელეგიტიმაციით და რაც მთავარია, ახალი საპარლამენტო არჩევნებით. პოლიტიკური ბოიკოტი ქართულ ოცნებას ოპოზიციურმა პარტიებმა ჯერ კიდევ გასული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამოუცხადეს. ივანიშვილის მიტაცებული ძალაუფლების საპასუხოდ კი სამმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ მაშინ საპარლამენტო პარტიული სიების საერთოდ ჩახსნა. ბოიკოტში იყო გახარიას გუნდიც, თუმცა მათ სიების ჩახსნაზე უარი თქვეს. აღმოჩნდა სწორადაც, რადგან ოცნების ყოფილი პრემიერის პარტია ბოიკოტს შეცდომად მიიჩნევს და შეცდომის გამოსწორებასაც აანონსებს. იყო შეცდომები, რომლის გამოსწორება ჩვენზე არ იყო, ჩვენგან უკიდებელ, ასე ვთქვათ, მიზეზებთან იყო დაკავშირებული, მაგრამ იყო შეცდომების ნაწილი, რაც რა თქმა უნდა, ჩვენივე ქმედებების ან უმოქმედობების გამო მოხდა. პირველ რიგში ეს იყო სწორედ პარლამენტის ბოიკოტი, რამაც გამოიწვია ის, რომ პოლიტიკური პროცესი ფაქტობრივად მოკვდა ამ ქვეყანაში და ამის ერთადერთი ალტერნატივა დარჩა ქუჩა. ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე ჩვენ შესაბამის გადაწყვეტილებებს მივიღებდით. ახლოს მომავალში სავარაუდოდ ამ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია გახდება ცნობილი. იაგო ხვიჩიას გირჩი, რომელიც არჩევნების შედეგების მიხედვით საქართველოს მასშტაბით მეოთხე ადგილზე გავიდა და მხოლოდ 8 დეპუტატის გაყვანა მოახერხა, შედეგებით კმაყოფილია. პარტიაში ამტკიცებენ იმასაც, რომ არჩევნებმა დარღვევების გარეშე ჩაიარა. ჩვენ ხარ არ ყავდა დაგროვებები, რომ ჩვენი დამოუკიდებელი პოზიცია ჩამოვაყალიბოთ ამის თაობაზე, ამიტომ ვიცით ის ინფორმაცია საჯარო სივრცეში იყო, მათ შორის სხვა პარტიებისგან გავრცელებული და იქ რაღაც ასეთი განსაკუთრებული, რომელიც გააოგნებდა ადამიანს ან რაღაც ეჭვის ქვეშ დააყენებდა შედეგებს, მე მგონი არ იყო. კონტროლში ჩვენ არ შევხვედრი ასეთი, ამიტომ რაღაც პრეტენზიები უშუალოდ არჩევნებზე ჩატარების თუ დასვლის მიმართ ჩვენ არ გვაქვს. ის პროდასავლური ოპოზიციური ძალები, რომლებმაც თავის დროზე 4 ოქტომბრის არჩევნები რუსულ სპეცოპერაციად შეაფასეს, გადაწყვეტილების სისწორეში დღეს უფრო მეტად დარწმუნდნენ. ივანიშვილის პოლიტიკური ოპონენტებისთვის მთავარი მოთხოვნები ისევ ძალაშია, ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. ეს ადგილობრივი არჩევნები იყო ფარსი და ეს იყო სპეცოპერაცია და ვერავინ ვერ აღიარებს იმ ადგილობრივ არჩევნებს, სადაც
დაახლოებით 20-მდე ოლქში 100% მიიღო კანდიდატი. ეს გამორიცხულია. ეს არცად რუსეთში, ბელარუსში არცად არ ხდება ხალხნო, არც მომხდარა და არც მოხდება მომავალში. უბრალოდ არ მოხდება, იმიტომ რომ პუტინმაც, ლუკაშენკომაც, ხვევმაც იციან, რომ 100% არ უნდა დაუწეროს. სასაცილოა, რაზეც ახლა ჩვენ საუბარი გვიწევს. კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რასაც ჩვენ ვამბობდით პირველივე დღიდან, რომ ერთადერთი და სწორი გამოსავალი ეს იყო ეგრეთ წოდებული არჩევნების ბოიკოტი და პროტესტი, რომ არანაირი არჩევნები ამ ქვეყანაში არ არსებობდა, რომ არჩევნები იყო გაუქმებული და 4 ოქტომბერს მხოლოდ იყო რუსული სპეცოპერაცია იყოს გაკვეთილი, მათ შორის იმ ორი ოპოზიციური ეგრეთ წოდებული ოპოზიციური პარტიისთვის. არჩევნები რომ უკონკურენტო გარემოში და განსხვავებული აზრის გარეშე ჩატარდა, ამას ევროკავშირის განცხადებაც ადასტურებს. მარტა კოსისა და კაია კალასის ერთობლივი განცხადება მორიგი მტკიცებულებაა იმისა, რომ ბრიუსელი ოცნების ხელისუფლების ლეგიტიმაციას ისევ არ აღიარებს. 4 ოქტომბრის არჩევნებზე ფორმულას მიერ დასმულ კითხვას კი ევროკომისიის სპიკერი ანიტა ჰიპერი ასე პასუხობს. ჩვენ ნახეთ, რომ შაბათ ჩატარებული არჩევნები აღინიშნებოდა ინტენსიური რეპრესიებით მედიაზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე, ოპოზიციურ პარტიებზე. ასევე ვნახეთ დაბალი აქტივობა. ასევე იყო აღნიშნული ბოიკოტი ოპოზიციის ნაწილის მხრიდან. საქართველოს ხელისუფლებამ დროულად არ მიიწვია საერთაშორისო დამკვირვებლები EUTO ODIHR-დან. ამ ყველაფერმა ძირი გამოუთხარა დემოკრატიული პროცესის გამჭვირვალობასა და სანდოობას. ასევე ვნახეთ, რომ საქართველოს ხელისუფლება ეწევა რუსული სახელმძღვანელოდან აღებულ პროპაგანდას, როდესაც საქმე ეხება დეზინფორმაციას და ჩვენს ელჩზე თავდასხმას, რომელსაც აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა. მაშინ როცა საერთაშორისო პარტნიორების მთავარი მოწოდება ოცნების ხელისუფლების მიმართ დეზინფორმაციის კამპანიის შეწყვეტა, რეპრესიული კანონების უკან გაწვევა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა, კახა კალაძემ დღეს მოურიდებლად და პირდაპირ გუნდის სათქმელი გაახმოვანა და თქვა, რომ ევროკავშირი ოცნებისთვის საინტერესო აღარაა. ხარცერი საერთოდ არ არის საინტერესო. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის. ანაირად არ არის ბატონო კახა ევროკავშირი მნიშვნელოვანი. ერთ რამ უნდა გაიგოთ თქვენ. ამ ქვეყნის ბატონ პატრონი, აი არის ჩვეულებრივი რიგით მოქალაქეები, ვისაც ხედავთ აქ. ქვეყნის მოსახლეობა და არა ვიღაცა კალასები, მალასები და ვიღაცები გარედან. 2 დღის წინ კი გამარჯვება საზეიმო ვითარებაში წინასწარ მომზადებული სცენითა და ოვაციებით აღნიშნა. კალაძემ 70%-ზე მეტი მიიღო იმ არჩევნებში, რომელშიც ოპოზიციის დიდი ნაწილი მონაწილეობას საერთოდ არ იღებდა. გასული არჩევნებისგან განსხვავებით კი 4 ოქტომბრის არჩევნებს არც საერთაშორისო და არც ადგილობრივი ორგანიზაციები აკვირდებოდნენ. შესაბამისად, ივანიშვილის გუნდს მანიპულაციების უფრო მეტი საშუალება ჰქონდა. ამ პირობებში კი ოცნება კახა კალაძეს მაინც უალტერნატივო კანდიდატად წარმოგვიჩენს.